წავიდეთ და რა ვიცი გავატაროთ 24 საათის ავადმყოფი. ანუ ეს ჩელენჯი არ მინდოდა რეალურად, მაგრამ გოგო რა? მართლა? ულალა. როზერ, ნახე. აი უბრალოდ გენიოსი ვარ. პატარა პრინცის თავი ხალხო. ეს ზერგამიკი არ არის და არის რა ხდება სად გადავედი? ახალი ამოჩენება გვაქვს და ვიცინით ბოლო ხმაზე მიდიმართ ამ ხალხო ეს რა არის? თავი გამანებით აღარ მინდა ეს ტრენდი. დაიწყო ყრილინი, მარშრუტკაში დაბლა გაწვა. მართა გურიძიშვილი. ზადხარ? კი, ზადმა. დღევანდელ ვიდეოში მიდამართა 24 საათს გავატარებთ საავადმყოფოში. დღევანდელი ვიდეო კიდევ იმით იქნება განსხვავებული, რომ ჩვენ გვექნება განსაკუთრებული ტოპ კომენტარები, რადგან ცხოვრებაში პირველად ჩვენ 3 ტოპ კომენტარის ავტორს ვაჩუქებთ ჩვენივე მაისურებს. ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, იმიტომ რომ გადანაწილებული იქნება ტოპ კომენტარების ავტორები თავში, შუაში და ბოლოში. შესაბამისად შეიძლება თქვენ მოიგოთ ჩვენი მაისური, მაგრამ ვერ ნახოთ, იმიტომ რომ ვიდეოს არ უყურეთ ბოლომდე, ამიტომაც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ აუცილებლად. ჩვენ არ ველოდით, რომ ასეთი ვიდეოს გადაღება მოგვიწევდა, თუმცა მართა უეცრად გახდა ცუდად, შესაბამისად, რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, ვისაც ვირუსი გაქვთ, ძალიან მოედო ვირუსები ამ ბოლო დროს. აქ მიჭირავს 3 მაისური, რომელსაც დღეს ჩვენს გამომწერებს ვაჩუქებ. დავიწყეთ. ახლა მართა არის საავადმყოფოში, ეხლა რაღაცები გავუმზადე, რაც უნდა წავუღო, შემდეგ მივიდე და მთელი დღე გავატაროთ საავადმყოფოში ერთად, იმიტომ რომ სიცხე აქვს, მარჯვენა ფილტვის ანთება აქვს, მოკლედ ცუდად არის და 5 დღე უნდა იყოს საავადმყოფოში. შესაბამისად, მე უნდა დავრჩე ხოლმე მასთან, ხან ბებო, ხან გელა და ასე შემდეგ რა. ეხლა მოკლედ გაჩვენებთ რა უნდა წავიღო, მინდოდა რაღაც გასართობი რაცები წამიღო, რომ ცოტა ხასიათზე მოსულიყო და რაცები ვათამაშო რა. პირველ რიგში მიმოქცა ეს, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ ძალიან უყვარს, ამიტომ წავუღებ. ეს არის ჯენგას თამაში, ერთმანეთზე არის ესეთი ფიგურები და ისე უნდა გამოვაცალო, რომ არ წაიქცეს და ეს თამაში ძალიან გვიყვარს. თოვლის ბაბო მაჩუკა წინა ახალ წელს სხვათა შორის. ამასაც ვითამაშებთ. კიდე მიმაქვს ფლომასტერები, კიდე სახატავირეული მინდოდა მომეწევნა, მაგრამ ყველაფერი აქვს ამოხეული, ანუ არ ვიცი რატო. ალბათ თქვენც ეგრე გექნებათ და ალბათ მეც ეგრე ვაკეთებ სკოლაში, მე აღარ მახსოვს, მაგრამ მართლა დაგლეჯილია სახატავირეული. შესაბამისად, უბრალოდ ფურცლები ავიღე და ამაზე დავხატავთ. ასევე მიმაქვს პატარა პრინცის ასაწყობი, ამას საათები სჭირდება რომ ავაწყოთ და აი მგონი ის მომენტია, როდესაც გვაქვს ეს დრო და ავაწყობთ. ასევე მიმაქვს წიგნი პატარა პრინცის და ამ წიგნსაც წავიკითხავთ. მიმაქვს ჭადრაკი. ეხლა სწავლობს მართა თამაშს, მოკლედ მაგიტა უიყიდათ ეს ჭადრაკი. მე ვიცი, ოღონდ ცუდად მოკლედ კარგად არ ვიცი. მეც დავხვეწავ მართაც ისწავლის. მიმაქვს რა თქმა უნდა ჩემი ბლოკნოტი, რაშიც ყოველდღე წერ ჩემს გეგმებს, მიზნებს და ასე შემდეგ და ჩემთვის მიმაქვს წიგნი. კიდე მართასთვის მიმაქვს პიჟამები და ასე მიმაქვს სოლ დე ჟანეირო, იმიტომ რომ ძალიან უყვარს და აი დიდას ეხვეწებო და მიყიდეო და მეც ვისხავ ხოლმე და ეს მიყურებს რამდენი წელს ისხავო, მაგრამ ასე და რო ყავს, ჩემი რაღაცები ამოწრიალებული რომ ხდება ხოლმე, ანუ გოდიში რა. პირველი მაისური, შრომით ყველაფერი გამოგივა. ია ჩოგაძე. ახალი ვიდეო ძალიან მაგარი იყო. ხშირად გადაიღეთ ასეთი ვიდეოები რა. ჩემი აზრით, მან გაიმარჯვა გელამ, რადგან პასტასთვის ძალიან ცოტა დრო ჰქონდა და ეს ყველაფერი მოასწროთ, პასტა ძალიან კარგია. შემდეგზე დავაყენებდი მანანას და ბოლოს კი მართას. ეს ვიდეო ვინც არიცით აუცილებლად ნახეთ. მართას ძალიან კარგი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მარტივი იყო. გასაგებია რომ მართა პატარა, მაგრამ საუკეთესო იყო მაგის, მაგრამ მე ვფიქრობ ყველა მართლა საუკეთესო იყო თავის განხრაში, მართა დეზერტებში, მანანა ფასტფუდში, გელა კი რესტორნის საკვებში. ტოპ კომენტარებში არასდროს მოხვედრიო და ძალიან მინდა. ის თქვენი მერჩი, აი ძალიან მაგარია, ვიცი ახლა ვერ მოვიგებ, რადგან მარტო მე არ მინდა ტოპ კომენტარებში მოხვედრა და სხვებიც არიან. ეს მესმის და არც მეწყინება, იმიტომ რომ ვიცი სხვებსაც უნდათ, მაგრამ იმედია აქ თუ არა ოდესმე სხვა ვიდეოში მაინც მოხდები ერთხელ. იმედია ამ კომენტარს უბრალოდ წაიკითხავთ და თუ კითხულობთ, მინდათ გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ ჩემი აზრით ქართული ცუცე, ესეც საუკეთესოები ხართ და ჩემს სიაში ქართველებში პირველ ადგილს იჭერთ. მიყვარხართ ყველა, მართა, მანანა, გელა და თქვენი ბებიაც ძალიან საყვარელი ქალია. ბებია თქვენი ძალიან დიდი მადლობა და გილოცავ შენ პირველი ადამიანი ხარ, ვინც მოიგო ჩვენი მაისური და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ტერიტორიულად მაგალითად ახლოს იქნები ჩვენთან პირადად გადმოგცეთ და პირადად გაგიცნოთ, თუ არა და აუცილებლად გამოგიგზავნით. წავიდეთ და რა ვიცი გავატაროთ 24 საათის საავადმყოფოში. ანუ ეს ჩელენჯი არ მინდოდა რეალურად, მაგრამ ეგრე გამოვიდა, რომ ამ ვიდეოს სახელია 24 საათი საავადმყოფოში. წავედით. გოგო, ინგალაცია არაფერი არ არის. ვაიმე, მოკლედ ეხა მართა იკეთებს ინგალაციას და ეხავე აგიხსნით რა ხდება. ისე ძალიან გიხდებათ ქალბატონო. აი აქ არის წამალი, ეს წამალი როდესაც მორჩება, მე გამოვრთავთ. აი აქედან არის ჩასართველი. მართა ისუნთქე? ტკივნეულია? აბა წინაზე რო გაიკეთე, რატო იყავ პანიკაში?
სიტყვაში. მოკლედ მოვედი მართასთან ესეც საყვარელი პალატა აქვს რაღაცა ჭუკები ხატია და რაღაცეები და მეც გავხალისდი მე მომწონს სხვათა შორის იქით გქონი მიკი მაუსები ხატია და აქეთ არის სკოლა და ზარის დარეკვის ხმა შემოდის ხოლმე და აი ბავშვები დარბიან რა მართლა ეს შენი სკოლა სადაც დადიხარ ანუ მართა ხალხო თავის სკოლას უყურებს საავადმყოფოს ფანჯრიდან თავის კლასელების დანახვაც კი შეუძლია ვერ მივხვდი მე აიმე მოკლედ ახლა მე რაღაცები მოვიტანე აქ ვაპირებთ რომ გავერთოთ წიგნი წავკითხოთ ვითამაშოთ რაღაცეები ჭამოთ ასე შემდეგ და 24 საათს გავატარებთ აი ამ პალატაში ეს ჩავწეკით ახლა მე და მაშუნა პაშუნა რაღაცეები მოვიდგით აქ ჭამთ და წიგნი მოვიტანე და ეს წიგნი მართას ვაჩუქებ 2-3 წლის წინ და აქ დავუწერე ძალიან დიდი წერილი და მინდა რომ წაგიკითხოთ გუშინ დავასრულეთ პატარა პრინცის ყურება სრული გაგიჩნდა წიგნი წაგიკითხა და აიკვე შენ ხელთა დიდი იმედი მაქვს ამ წიგნით დაიწყება შენი საინტერესო მოგზაურობა ლიტერატურაში წიგნები დაგეხმარება ნახვა და წარმოიდგინე უამრავი სამყარო წინასწარ გაფრთხილდა წიგნის კითხვა ყველას არ შეუძლია ამას ნების ყოლა სჭირდება მაგრამ დამიჯერე ამ ადამიანებმა რომ მიცოდნენ რამდენად დიდი სიამოვნება იმალება წიგნების მიღმა აუცილებლად ინანებდნენ მე დარწმუნებული ვარ რომ შენი ერთ-ერთი საყვარელი თანამგზავრი ცხოვრებაში წიგნი იქნება შენი მანა ნუნია მიყვარხარ სამუდამოდ ანუ მართა მეძახდა მანა ნუნიას მთელი ბავშვობა ამ წიგნის სახელია პატარა პრინცი და ჩემ და მართას მიზანია რომ ხვალ დილამდე ეს წიგნი თავიდან ბოლომდე წავიკითხოთ სულ არის 100 გვერდი მართა შენ ეს წავიკითხავთ რავი ალბათ გონია რომ დავუყოფთ ნაწილ-ნაწილ და დილით დავასრულებთ ნახოთ ძალიან საინტერესოა და თქვენც გირჩევთ რომ წაიკითხოთ unboxing-ი რა მომიტანა მანანამ აუ უკვე ჩაიშალა არ მომჭედო რა წერია რაღაცა დამაწერეს ეს ნესკვიკები ეს კიტელსი ეს კინდერი ეს კინდერ ბუენო როგორ ავარჩიე იცით აი მაღაზიაში რო შევდივართ ხოლმე წარმოვიდგინე რას მთხოვდა რომ დაინახავ და ზუსტად ვიცი ხოლმე რასაც მთხოვს კინდერები მომიტანა ეს ამომივიდა ეს უკვე ორი მაქვს რაღაც ფილმი თუ რაღაც ეგეთი კვერი ვანილი ყვერო კვერი რატო წერი რას ეტყვი ბავშვებს რომლებსაც ეშინიათ რასაც სულად არიან საავადმყოფოში წასვლა ეგეც საშია მართლა არა ჩვეულებრივია გუშინ ბებო დარჩა მართასთან დღეს მე უნდა დავრჩე 24 საათით მე დარჩება გელა და იდეაში საინტერესო რომელთან უფრო კარგ დროს გაატარებს მართა ხო ან წესით მე იქ უნდა დავიძინო რა მაგრამ მე მართასთან დავიძინებ რა თქმა უნდა ეს აგვიხსენი ხელზე რა გიკეთია მერაბი გადასმის რაღაც კაია წიღანი კითხა და იყურებოდა ბავშვებს უყურებდა რა როგორ თამაშობდნენ როგორ გამოდიოდნენ სკოლიდან და ძალიან მომეწონა ეგ კადრი რა რაღაცნაირი კადრი იყო აი ემოციური და ეხა ვეუბნები რომ მიდი დადეკითხო და არ დგება რომ ბარემ დრამატული მუსიკა დაადეო ნახე კაია სკოლაში არ კაიცა, მაგრამ ისიც არა. რა რთული? ბოდიში ახლა. მეგობრებო, კითხულობდით და უცბად მოიტანეს ყვება და ახლა გავაკეთებთ unboxing-ს. ფაი მის რაც ხელია. აი ესე არა. მშვენიერია, რა გინდა ახლა მეტი? კაია? ჩოლოდ პიურე. პური მიაყოლე. ბოდიში, happy meals ვერ მოგიტანდნენ. როგორ გავერთოთ საავადმყოფოში? აბა მოდი. იქნებ შეიძლება დაინგრეს. ნელაკთ ხო? Oh my god. ორი გამოაძრო ბავშვმა. აი მე მერტო მიშველი. ამ ჯენგასთამაში მე მინდოდა მართას უნდა რომ აი სავაწყოთ და დაგვიკომენტარებთ თქვენი აზრით რამდენ ხანში ავაწყობთ ამას. ზოგადად მე ისეთ რაღაცებს ბავშვობაში არ ვაწყობდი, იმიტომ რომ ჩემ დროს არც იყო. რატო ჩურჩურე? მოკლედ, ვინც საავადმყოფოში კარგი იქნება რომ არ მოხდეთ, მაგრამ თუ მოხდებით ისეთ რომ აქ ტრაგედია არაფერია, უბრალოდ უნდა მიყვეთ მკურნალობას, გააკეთოთ ის, რასაც გეწყვეთ ექიმიდან თქვენი მშობელი, მალე გამოკეთდებით და გამოგწერენ. ეხლა მე შეიძლება იგრევე წავაგო, მაგრამ იცოდეთ რომ მე მოგებისთვის ვარ დაბადებული. ულალა! ისე რომელიღაც YouTube ვიდეოში ამას თამაშობთ, ხო? აი ძალიან თავიდან რომ გავაკეთეთ YouTube-ი, ვითამაშეთ და მაგაზე იყო ვიდეო მგონი. Oh my god, ბროზერ! მეორეც არის ბროზერ. ძალიან მალე გადის ხოთა შორის აქ დრო. 1 საათი გვეძინა, კარგად. მაგარი იყო. აი ხა მე მგონი ვაგებხა, ხო? მე ხო არასდროს არ ვამბობ რომ ვაგებ, მაგრამ გოგო, აუ, სულიერ შეუბერო თორე. सभी को नमस्कार। मैं यहाँ का नया मैनेजर हूँ और मेरे पास हमारे सुपरमार्केट के लिए बड़ी योजनाएं हैं। აი რთულია მაღლარობა წყო. ანუ ესე უნდა შეამოწმოთ ძალიან კაც რომ ინვესტა ერთად არ თამაშობთ რომ ანუ აი რომელიღაცები აი თავისით გამოდიან არ უნდა ეხლა მას გამოვიყევ ძალიან დიდი შანსია რომ ეხლა მართლა მწარდოს. იმიტომ რომ უკვე რა ნო ძალიან გართულდა მართლა ხალხო. არაფერი არ გართულებო. Yes, და გადახრილია. ეხლა შენ შეიძლება ვერ ხედავ, მაგრამ გადახრილია. ნელა გიხვეწები.
აუ გრძნობ რო ხა წაიქცევა ვონთ მართ ხელი მიკაკალებს ყენელა ახლა ოფის არ ვიზოკეცი მიდი აბა ყველაზე ადვილი აი ხა ვიღაც წაგებს განცალია რაც დავადით მაქედან შემიძლია რომ გამოვაძრო კი მოიფიქრე ანუ რაჭერს გთავდო შუიდან რო მოღებული რასაკეთებ აი რასაკეთებ მაქედან რასაკეთებ რა გინდა დამაცანდე მე მისითებიცი რომ ხავაგიშანდა აი ჯადოქარი მაგრამ წავაგებ არ წავაგებ კაი უკან მაგარი ფონია Hello, Mickey Mouse. მე ვიცი რომ ერთს ნახნა მაგრამ არ გიგანახე არ გეწყინოს ხა რო წააგებ ოკეი ani მეორე იმდეს ფიქრობდა მანანა რომ რაბია აი იზია აქედან გამოტანა იზიაო და ეხა თავზე დაემხობა მართას აქვს აქ სამჯერად იყვება მეგობრებო ეხა ეს მოგიტანე ეცადე რომ შეჭამო რა ოპა ვაგებ არ ვაგებ მოდი აქ აი ცუდად ვარ ნახე აი უბრალოდ გენიოსი ვარ მაგიტო აი ხო და მოკლედ ცუდად ყოფნა არც ერთ რა მე კარგით მეგორეო ხოლ გადავიღებ ვიდეოს ახლა მე ყოფა კარგად კი ვიცი სამყურში იყო ძალიან ცუდია და მალე გამოჯამთელდით კარგით და ლაიქეთ გხოთ ვიდეო ჯერ 30 ლაიკი მაქვს მინდა ვერ ლაიკი მქონდეს მაგრამ ვერ ლაიკებენ და გთხოვთ და მილაიკი ძალიან გთხოვთ კარგით აგემშვიდობებით